ახალი სტანდარტები საჯარო სკოლებისთვის. მთავრობის ინიციატივით ყველა ახალი სკოლა ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ლიფტი, პანდუსები და სპეციალური სველი წერტილები ეს მთავარი მოთხოვნებია. ერთ-ერთი ასეთი სკოლა დღეს მუხრანში გაიხსნა. მეორე საჯარო სკოლა მცხეთის რაიონში პირველი ადაპტირებული სასწავლო დაწესებულებაა. სკოლა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ადგილობრივების მოთხოვნით აღდგა. სწავლა აქ 250-მა ბავშვმა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 7 მოზარდია. სკოლის ეზოში მათთვის პანდუსები მოეწყო. ადაპტირებულია შენობის შიდა ინფრასტრუქტურაც. გვაქვს ყველა პირობა, გვაქვს ლიფტი, გვაქვს ადაპტირებული საპირფარეშოები, მათ შორის სპორტულ დარბაზშიც. მოკლედ წარმატებაში არაფერი არ შეგვიშლის ხელს ამ ხრის. მთავრობის სპეციალური განკარგულებით 2014 წლიდან საქართველოში აშენებული ყველა ახალი სკოლა ინკლუზიური განათლებისათვის ადაპტირებული უნდა იყოს. მუხრანის განათლებულ მეორე საჯარო სკოლაში დღეს განათლების მინისტრი იმყოფებოდა. რამდენიმე რაიონში და სოფელში უკვე გაჩნდა ასეთი ინფრასტრუქტურა და ამისი გამოძახილიც უკვე არსებობს, რომ იქ ნამდვილად უკვე შეინიშნება ასეთი მოსწავლეების მზარდი რაოდენობა, რაც ძალიან კარგია. ბავშვები უნდა გამოიყვანონ სახლებიდან და სკოლებში უნდა მიიყვანონ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ შეეუქმნათ ის პირობები, რომ გამოავლინონ მათ თავიანთი ნიჭი და უნარი ქვეყნის საკითხად. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ძველი სკოლების დიდი ნაწილი ინკლუზიური განათლებისათვის ჯერად შეუსაბამოა. მათი ადაპტირება ეტაპობრივად ხდება. ვცდილობთ, რომ ადაპტირება გავუკეთოთ ძველ სკოლებს, თუმცა იმის გამო, რომ საკმაოდ ძნელი არის მორგება იმ ძველი სტანდარტების ახალ სტანდარტთან, ბევრ სკოლაში ჭირს ამის გაკეთება და საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის ეს დაკავშირებული. ახალი სტანდარტით თბილისსა და რეგიონებში 9 ახალი სკოლა აშენდა. მომავალი სასწავლო სემესტრიდან დასრულდება კიდევ 9 სკოლის ადაპტირება.